მოგესალმებით ფეხბურთობანას ეპიზოდს ვიწყებთ. მათე პირველი თამაშის შემდეგ გავიდა 2 წელი. 2 წლის წინ გადავიღეთ პირველი ვიდეო და მაინტერესებს ახლა რა დონეზეა შენი საფეხბურთო ცოდნა. ხარ ფორმაში? კი. გააქვს იმედი დღევანდელ თამაშში გამარჯვების? კი. მაშინ აგიხსნე წესებს. გვაქვს 3 რაუნდი, სხვადასხვა დისციპლინით. პირველ რაუნდში იქნება კლასიკური ტიკ-ტაკ-ტურა, მეორე რაუნდი იქნება ფოტო რაუნდი. და მესამე რაუნდი იქნება შერეული სხვადასხვა კითხვებით. თუ მზად ხარ, შეგიძლია დავიწყოთ. კი. შეგიძლია ამოატრიალო პირველი ფურცელი და შეხედო. ჩელსი მილანი, ბარსა მილანი, ბალონ დორი მილანი, ჩელსი ბრაზილია, ბრაზილია ბარსა, ბალონ დორი ბარსა, არგენტინა ჩელსი, არგენტინა ბარსა, ბალონ დორი არგენტინა, მილანი ბარსა. მილანი ბარსა. ნაზარიო. რონალდო ნაზარიო. სწორია. რიცხა დავწერო, ხო? დაწერე. R9. R9-ის ფორმა ხო არ გაცვია? კი. ბარსა, ბრაზილია, რაფინია. რაფინია, კი ბატონო. და ბარსა, არგენტინა, მესი. პირველი კვეთა შეავსე. გააგრძელებ თამაშს? კი. არგენტინა ჩელსი არის ენცო ფერნანდესი. ბრაზილია ჩელსი არის ჟოაო პედრო. კაი, მილანი ბალონ დორი. იფიქრე გააქვს დრო? მოიფიქრე? კი. ვინ არის? ნაზარიო. ბალონ დორი ბრაზილია დაგჭა. ბალონ დორი ბრაზილიას? ბალონ დორი ბრაზილია. ნეიმარი. არა, ნაზარიო ისე. ესე იგი, სულ ყველაფერი ნაზარიოთ შეავსე. იქნებ სხვაც იყოს, აბა იფიქრე? კაკა. სწორია. ესე იგი, მხოლოდ ჩელსი, მილანი უერ ჩაწერე. შეგიძლია 10 წამი კიდე იფიქრო. აბა დაფიქრდი? არა. კარგი, მაშინ შეგახსენებ ამ ფეხბურთელს კრისტიან პულიშიჩი შეგეძლო. კაი, წაწიწა. რუბენ ლოფტუს-ჩიკიც. ვეთ. მეორე წრეზე გადავიდეთ. დანია იუნაიტედი, სერია ბომბარდირი იუნაიტედი, ჩელსი იუნაიტედი, რომა დანია, სერია ბომბარდირი რომა, ჩელსი რომა, ჩელსი ინტერი, სერია ბომბარდირი ინტერი, დანია ინტერი. კი ბატონო, სანამ დაიწყებ ჩაწერას, გეტყვი რომ რაუნდში 1-0 იგებ. კაი, დავიწყეთ. დანია იუნაიტედი ერიქსენი. სწორია. აი, გაყევი სერია ბომბარდირი თან მანჩესტერ იუნაიტედში სულ თამაში. მატევია. რონალდო. რომელი რონალდო? კრისტიანო. სწორია, ჩაწერე. რონალდო. ჩელსი იუნაიტედი, ახლა ჩელსი იუნაიტედი. არტემი უნდა იყოს. იფიქრე. იუნაიტედი. მოვიდა. ბევრია ძალიან ეგეთი და. თქვი ერთი თუ. ენა. ენცო არ არის. პალმერი გამოვრიცხეთ. ძველი იქნება ვიხაცა უეჭველი. სხვა იფიქრე, აბა. ინტერი სერია ბომბარდირი. ლაუტარო. სწორია. და რომა სერია ბომბარდირი ვინა. ძველი რომაში იყო მაგარი. არა მგონია. ბატისტუტა არის. ბატისტუტა, სწორია, ყოჩა. აღარ მინდა გაგრძელება. აჰა, ნუ ამთავრებ თამაშს. გეთვლება მოგებულად, იმიტომ რომ ერთი სვეტი შეავსე.
და ისეთი გამოიცანი, რომ ნამდვილად გეკუთვნეს. 2-0 პირველ რაუნდში. კაი. ბელგია რეალი, არსენალი რეალი, იუნაიტედი რეალი. იუნაიტედი იუვენტუსი, არსენალი იუვენტუსი, ბელგია იუვენტუსი. ბელგია მილანი, არსენალი მილანი, იუნაიტედი მილანი. რომელს ირჩევ? რეალი იუნაიტედი. ვინ არის? კრისტიანო. იუვენტუსი იუნაიტედი და კრისტიანო. იგივეს ირჩევ, კი ბატონო. ბელგია რეალი. აზარი. აზარი სწორია, ოჩახ. არსენალი რეალი. არსენალი რეალი. შენ წავიცი ხო? ყველა აკეთებ. უნდა დავფიქრდე. ყველა რატო ვაკეთებ, შენ გაიხსენ. დრო გადის უკვე. დრო? ვერ. თუ გინდა დათმე ეს თამაში და მაინც რაუნდი შენია. 2-1 გახდება. კატა. შო. თმობ, 2-1? ე. კარგი, მაშინ ჩამოგითვლი ფეხბურთელებს, რომლებიც ვერ დაწერენ. არსენალი რეალი. მარტინ ოდეგორი შეგეძლო? ანელკა შეგეძლო? ანელკა. შარლე დეკეტელარა შეგეძლო ბელგია მილანში და კიდე რა იყო? ბელგია ნუ მილანი. ტიერი ანრი შეგეძლო არსენალი იუვენტუსში მაგალითად. მაინც კარგი რაუნდი შენ გამარჯვებით დასრულდა. ბრავო, გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ფოტო რაუნდი. ვაგზელებთ თამაშს მეორე რაუნდი, რომელსაც ქვია ფოტო რაუნდი. შენს წინ დაალაგებულია 11 ფოტო, სადაც გამოსახულია სხვადასხვა კლუბების ლოგოები, რა თქმა უნდა, დაფარულია წარწერები და შენ უნდა ამოიცნო რომელი გუნდის ლოგოებია. დავიწყოთ? კი, და სათხარ? ისა, რომელიც მინდა ისა მოვიღო აქედან თუ სულ ერთია, შენ რომელიც გინდა ისა იყო. კაი. დავიწყოთ. კადისი. გვაჩვენება. კადისი. სწორია. დავესა. მიდი ფიქრეობა. სერიასია უეჭველი ლეჩე ალბათ. ლეჩეს ამბობ? კი. სწორია, ოჩა. შემდეგი. მარტივი. მონაკო. მარტივია მონაკო შენთვის. ბუკა ხუნიორსი. ბრავო! და მარტივი. ნამდვილად არ ველოდე ახლა შენთვის თუ მონაკო და ბუკა ხუნიორსი. მალმიო. მალმიო როგორაა შენთვის მარტივი? ძალიან. საიდან იცი? გორის დილა. კარგად გვაჩვენ. ხო. ბრავო. მალმიო საიდან იცი? საიდანაც ჩვენ ვეთამაშებთ, საიდან უნდა ვიცოდე და იბერია და იქიდან აგამახსოვრე. ეს არის აიკი. მე მგონი. ყველა ლოგოს იცნობ? მარტივესია. ევერტონი. ბრავო, სწორია. ბეტისი. მიკაუტაძე თამაშობდა მუშაობასთან. სწორია და ორი. აუ ეს რა. მიკაუტაძე არ თამაშობდა, არ გამოიყვანეს. აუ ეს რა არის. ამის შორტი რომ არ ვიცი. მიფიქრე, სადა ორი გუნდია? ვეჭველი ის არის, ფრანგულია. არა. არ ვიცი. დაიყო. მიონხენგლადბახის ბორუსია. ფენერბახჩე. ბრავო. ესე 10-1. რატო მოაშურე ეს არა და რეალი დაიწყო. რეალი ახლა ძალიან ადვილია. ისე მარტივი გამოდგა შენთვის ეს რაუნდი, რომ სწრაფად ჩაიარა. გადავიდეთ მესამე რაუნდზე. კი. მესამე რაუნდი შერეული. შენს წინ მოცემულია 9 ფურცელი და ამ ფურცლებზე სხვადასხვა კითხვები თუ დისციპლინებია წარმოდგენილი.
არის დაფარული ფეხბურთელი, რომელიც უნდა გამოიცნო ფეხბურთელი კარიერის მიხედვით, რომელ გუნდში თამაშობდა, შემდეგ სად გადავიდა და სად გააგრძელა კარიერა. და ასე შემდეგ. დავიწყოთ? კი. შეგიძლია ნახო პირველი კითხვა. წაიკითხე რა წერია? FIFA World Cup Final 2022 არგენტინა. მოატრიალებო ჩვენსკენ დაგვანახე რა ხდება. ესე იგი არგენტინის შემადგენლობაა საფრანგეთთან მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ფინალში? ხო. დაფარული ერთ ფეხბურთელი და შუაში აი წითლად რო არის დაფარული. ხო. უნდა გამოიცნო ვინ არის. და დაფიქრდი. ვინ შეიძლება იყოს ნახევარდაცვაში. ვინ იყო ნახევარდაცვაში? დინბალა შეიძლება იყოს, მაგრამ არ იყო, იმიტომ შემოვიდა მერე. სწორია. დახედე ვინ არ წერია და შეიძლება უფრო დაგეხმაროს. დეპაული და ფერნანდესი წერია და ვინ არ წერია. გოლების ავტორები გახსოვს არგენტინელები. ვინ არიან? ორი მესი, ერთი დიმარია. სწორია, კი ბატონო. საფრანგეთიც მახსოვს, სამი მბაპე. სწორია. მაგრამ ეს ვინ შეიძლება ყოფილიყო აი არგენტინელი ძლიერი ნახევარმცველები? დინბალა შეიძლება, მაგრამ არ არის. სოულე არ იქნება. სოულე ჯერ პატარა იყო ძალიან მაგ დროს. ვინა. ხულიანი წერია და ვინა ხა. ხულიანი მიფანტავს ხიმას. ხულიანი თავდასხმაში თამაშობდა. ხომა მიფანტავს უკვე ალარესი. ფინალია, ვიშია? საფრანგეთთან. მაკალისტერი. ბრავო! არ გინდა დაწერა. არ მინდა მაკალისტერი კაი. ბრავო! ერთსოთი გავიხსენე. ენცოთი გაიხსენე? ხო, ქერათმა რო აქვს ცოტა ენცოს და შემდეგი? თიმ წერია. გვაჩვენე დაგვანახე. ხო და აქ რა უნდა ვქნა. დაბლა დაწერი ცოტა რომ კარგად დავინახოთ. მადლობა. ესე იგი ქვეყნის დროშების მიხედვით მოცემულია გუნდი და უნდა გამოიცნო რომელი გუნდია. გუნდი? რეალი ბარსა არ არის. იმიტომ სულ ესპანელები უნდა იყოს. აი თავდასხმის ხაზში სადაურები არიან. განა, საფრანგეთი, ბრაზილია. და ტოტენჰემი შეიძლება იყოს. როგორ დააკავშირე? ისა. აქ რა ქვია ამას? ურუგვაელი ნახევარმცველი ვარ, ბენასერი თუ რა ქვია? როდრიგო ბეტანკური? ხო, ბენტანკური და აქეთ კუდუსი. ბრაზილიელი ვინ შეიძლება? აქ ვიკარიოა. ბრაზილიელი ლიჩალისონი შეიძლება, მაგრამ ტოტენჰემს პასუხობ. მე მგონი. კი. ბრავო, ტოტენჰემი. დავწერა თუ არა? არ გინდა, სწორია. არგენტინა ცვლას თუ გამოიცნობ. კუტი რომერო, პედრო პორო აქეთ. ბრავო. ფრანგი თავდამსხმელი არის კოლომუანი. კოლომუანი. რომელიც ახლა გადავიდა ცოტა. იგივე დაგვანახე ისევ? იგივე აპელს და თავდასხმელი უნდა ჩავწერო. არა, ესე ზუსტად იგივეა ქვეყნის დროშები. შენსკენ დაიჭირე რომ კარგად დავინახოთ. ქვეყნის დროშების მიხედვით მოცემულია კიდევ ერთი კლუბი და ეს უნდა გამოიცნო. დაიჭირე. იტალიელი უკარელი შეიძლება ყავდეს. დონარუმა უკარელი არ არის. აბა თავდასხმა სადაურია. სერბია, მაგრამ ლაჰოვიჩია. სერბი თავდასხმელი ვინა სხვა. კიდე სადაურები არის. ილდიზია ერთი აქა თურქი, ფრანგი არის კალუნუ. ბრაზილიელი არის დანილო მე მგონი. ამერიკელი? ამერიკელი ვესტონ მაკენი. დაცვაში რა ვინდა მაკენი. მარცხენა მცველი ვინა? შეიძლება ცოტა სხვანაირი ტაქტიკა იყოს მოცემული. გააქვს ვერსია? კი. რას პასუხი? იუვენტუსი. იუვენტუს, ჩავთვალო. კი. ბრავო, იუვენტუსია, რა თქმა უნდა.
ბრემერიას ბრაზილიელი ხო, ბრემერი. კოპაინერსი, ილდიზი და ვლაჰოვიჩი. ეს კოპმაინერში რომელია? ნიდერლანდელი. აა, ნახევარდაცვაში ლოკატელი მარკუს ტურამის ძმა, ეს მარტინის მანთრა. პატარა ტურამი. ეს რა? დაგვანახება შემდეგ კითხვა. ეს რა? ესე იგი ფეხბურთელი კარიერის მიხედვით უნდა დაასახელოს. ეს რა? ესე იგი იუვენტუსი, რომა, შემდეგ რა? ბორმუთი? უკვე მივხვდი. ჰაუსენი. ბორმუთი აისა. ბორმუთი რეალიდან უკვე გახვედის ხო. პასუხზე, ხო? ხო, და იუვენტუსი. დინ ჰაუსენი, სწორია. ოვერა. დაგვანახება შემდეგ რა ხდება. ეს სანჩო რაშოდი მარტივია. მარტივია? მარტივია. ევროპის ჩემპიონატის ფინალი 2020 წლის იტალია ინგლისი. პენალტების სერია მოცემული და იტალია მოიგო, ბონუჩიმ გაიტა, აქედან შოუ გაიტა, ბერადიმ გაიტა, ბელოტიმ გამასა, ბონუჩიმ გაიტანა, ბერნადეშიმ გაიტა, ჟორჯინიუმ გამასა, კეინმა გაიტა, მაგვაიერმა გაიტა, რაშფორდმა გამასა, შანჩომ გამასა და საკამ გამასა. აუ საკას ასახელებს. საკამ დაფარული ფეხბურთელი არის საკა? კი. ბრავო. ინგლისურად არ გინდა დაწერა, მივხვდით უბრალოდ. საკა. მარტივეში. ეხლა გითხარი რა არის მოცემული პირველ რიგში. უკვე ვიცი. ესეც იცი? კი. გაგუა. გაგუა ხო, გასაგებია, მაგრამ ჯერ აგვიხსენი რა თამაშია. 21-ია, არა 20 ეს არის. სწორია, 21, ანუ ახალგაზრდულია და საზონომა გაიტა მეორე პორტუგალიასთან და რომ მოუგეთ. ანუ ეს არის გაგუა. ბრავო, სწორია. გაგუა. მახსოვსო გაიტანა. ისევ ფეხბურთელი კარიერის მიხედვით. ამით უკვე მივხვდი. იუვენტუსი რომათი? ვინ არის? დიბალა. ესე იგი არ არსებობს კითხვა, რომელიც ამ თამაში ვერ გამოიწვა. ერთადერთი მიუნხენგლადბახის ბორუსიას ლოგო ვერ გამოიცანი და ტიკ-ტაკ-ტუში მესამე დისციპლინა. მე მგონი ორი ფურცელი დაგვრჩა. ეს რა არის ბიჭო? ფეხბურთელი ისევ კარიერის მიხედვით. დაგვანახება. ვის თემიდან ვინ გადავიდა ტოტენჰემში ნეტა? მანამდე აიაქსია, ხო? აიაქსი? ხო, მაგრამ პედრო პორო მგონია რატომღაც არა. პედრო პორო? აბა იფიქრე კარგად. აიაქსი, ვესტჰემი, ტოტენჰემი. ვესტჰემი ტოტენჰემი, ოთის გადავიდა ვესტჰემიდან ტოტენჰემში. ეხლა გადავიდა და დაფიქრდი კარგად. დრო გაქვს, არიჩქარო. ვინ აქვს ვაფშე ტოტენჰემში ეს კი დამავიწყდა. კარგი, შეგიძლია გადადო. არა. ოკაი, უპასუხე პედრო პოროს, მაგრამ ვიცი რომ არა. არა. ვინა? პედრო პორო არა. მოჰამედ კუდუსი. მაშ. არა უშავს. კარგი რა, ვიცი რა. მოიცა, ეხა გითხარი ჯერ რა წერია, რა თამაშია. ეს არის 2024 წლის ფინალი, რეალი დორტმუნდი ვინისიუსის გოლია და მაგას ფიქრობდი რომ ამოვიდოდა და ეს არის იცი ვინ? კარვახალი, ვინ უნდა იყოს რა? ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ხო, რეალი დორტმუნდი. ხო, კარვახალი. პირველი გოლის ავტორია კარვახალი. სწორია, რა თქმა და აქეთ ფულკრუბის აფსაიტი. ფულკრუბის აფსაიტი, ესე გახსოვს კარგად ეს თამაში. ბრავო, ესე იგი აღმოჩნდა რომ მხოლოდ 3 კითხვას ვერ გაეცი პასუხი. ანუ მეუნხენგლადბახის ბორუსიას კუდუსი ვერ გამოიცანი და კუდუსი მაშინ. ტიკ-ტაკ-ტუში ნუ დანებდი, იმიტომ რომ მოგებული ქონდა უკვე პირველი რაუნდი და მესამე
ფურცელს დანერგა. აი აქში რა უნდა დაყურდეს. მოდის იყო ნეტა. შენ ცოდნა აშკარად წინაა წასული. მე მეგონა რომ რთული კითხვები შევადგინე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, შენთვის ეს იყო მარტივი. უმარტივესი. გადავიღოთ კიდე შემდეგში ვიდეო. კი. იქ კიდე უფრო გავართულებ. ხო. არა. აი მე ვნახოთ. დაგვეშიდოვე რა. ერთ კვირაში კიდევ ვიღებთ. აბა, დროებით. კარგად.